Batono პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ვესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულო კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით და პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თითოეულ სტუმარს, ვინც მობრძანდა და ესწრება ჩვენს ტრადიციულ ელჩების კონფერენციას. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ეს ღონისძიება იმართება საქართველოსთვის იმ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მოუტანა. თუმცა ამავე დროს მსურს ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ყველა ჩვენგანს უწევს მუშაობა მსოფლიო არენაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს ამ საერთო საქმის წარმატებაში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე ალბათ არასოდეს ყოფილა პერიოდი, როდესაც ქართულ დიპლომატიას არ უწევდა უდიდესი ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყანას, თუმცა ამავე დროს ახალგაზრდა დემოკრატიას დაემკვიდრებინა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო ასპარეზზე. რამაც კიდევ უფრო გაამყარა კანდიდატის სტატუსის, რაც კიდევ უფრო გაამყარდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ჩვენ არაერთხელ აგვინიშნავს, რომ 2022 წლიდან ფაქტობრივად მოშლილია ის მსოფლიო წესრიგი და ის პრინციპები, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის დიპლომატიური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ფუნდამენტს წარმოადგენდა. შედეგად სახეზეა აქამდე დამკვიდრებული თამაშის წესების უგულებელყოფა და მსოფლიოში ახალი გლობალური თუ რეგიონული ძალების მიერ საკუთარი ინტერესების აქტიური ახლებური პოზიციონირება. ამ ვითარებაში ჩვენი მხრიდან თითოეული ნაბიჯის გადადგმა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენგან უდიდეს სიფრთხილეს და წინდახედულებას მოითხოვს. ისეთ გარემოში, როდესაც სწორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ორიენტაციის სვლა ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსების მქონე ქვეყნებსაც კი უჭირთ, ჩვენ განვლილი ერთი წლის მანძილზე შევძელით და არა მხოლოდ უზრუნველყავით მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ ჩაუყარეთ მყარი საფუძველი მის მდგრად განვითარებას და ისტორიული, ცივილიზაციური არჩევნის მკაფიო შეუქცევად პერსპექტივას. ქალბატონებო და ბატონებო, წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალ პროფესიონალური ჩართულობით და რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით. აქვე მინდა განსაკუთრებულად გამოვყო საქართველოს პარლამენტის როლი, ბატონი სპიკერის და თითოეული მმართველი გუნდის წევრის მონაწილეობა ამ პროცესში. შევძელით ჩვენ ყველამ ერთად გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენი სანუკვარ ოცნებას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა. და ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით. კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღესასრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად აუცილებლად მივახცევთ მოლაპარაკებების დაწყებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული შედეგის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მისი მიღწევების, მისი გლობალური როლის და შესაძლებლობების აქტიური და განახლებული ენერგიით პოზიციონირება, რაშიც უაღრესად დიდი როლი ეკისრება ქართულ დიპლომატიას და დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული ცივილიზაციური კავშირები გვაქვს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს განსაკუთრებულად დაყოფიერი იყო თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუციებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში.
გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ინტერესების დასაცავად განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მიმდინარე წელი არანაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ხაზგასასმელია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობის ჩამოყალიბების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის საქმეში. არ შეიძლება არ გამოყვოთ მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობა და საანგარიშო წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ჩვენი ქვეყნის აქტიური პოზიციონირება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე. ძვირფასო სტუმრებო, 2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა ჩვენი წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს. უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა, შეუქცევადი გავხადოთ განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა. ამავე დროს ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას მთავარი პრიორიტეტის მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას განსაკუთრებულად გადაგიხადოთ მადლობა დღევანდელ დღეს მობრძანებისთვის, ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვთხოვო მიმართოს დამსწრე საზოგადოებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაზე, რომელიც არის ჩვენი საგარეო უწყების ძალიან კარგი ტრადიცია. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბადრო წარმომადგენლებს. და რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით მივესალმები ყველა ელჩს, რომელიც წარმოდგენილია დღეს ამ დარბაზში. პირველ რიგში მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივახციეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად დავიხდინეთ ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად დავიხდინეთ ერთი მთავარი კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მე მინდა გულწრფელად ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თქვენი თავდებისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი. ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ. და შედეგი გვაქვს სახეზე. მე ახლა მინდა უფრო ასე ვთქვათ ფართო მიმოვიხილო ჩვენი 11 წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რომელსაც მივახციეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მოგესალმებით კარგად და მე არ მინდა დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ გახსოვთ კარგად, რომ არ იყო დაწყებული რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ პირიქით. ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო. საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი. აი ეს რეალობა დახვდა ქართულ ოცნებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და სულ რაღაც 11 წელიწადში დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია. და დღეს 11 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. აი ამ ორი სიტყვით ძალიან მოკლედ მინდა შევაფასო
კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ის მართლობა და ის შედეგი, ის ხელშესახების შედეგი, რომელსაც მიაღწია ქართულმა ოცნებამ. რაც შეეხება სხვა შედეგებს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მანამდე სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ავსტრიებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე, ვინმეს რომ ეფიქრა ამ შედეგზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, აი ამ დიდი სამუშაოს დაგვირგვინება, დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება სწორედ იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივახციეთ. ეს რა თქმა უნდა თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა, კიდევ მეორე ეს იყო უნებრივად დამოკიდებული აი დიდ გარდატეხაზე, რომელსაც მიაღწია ქვეყანა 2012 წელს, რომელიც ის დემოკრატიული გარდატეხადის ის წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიზნეს ამონიშვილის მმართველობამ და ქართულმა ოცნებამ, მთლიანად ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ და რა თქმა უნდა ეს გზა გრძელდება. ეს გრძელდება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. ბოლოს 3 წელია, მეგობრებო, საქართველო არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა ბოლოს 3 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. რამაც უკვე კონკრეტული ხელშესახების შედეგების მოტანა დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის ის ერთულები, რომელიც დღეს რჩება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა ბუნებრივი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენ სამწუხაროდ 20% ტერიტორიის ჩვენი ქვეყნის არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე. ამას გარდა რა თქმა უნდა რჩება გამოწვევად ჯერ კიდევ მაღალი უმუშევრობის დონე, სიღარიბის დონე, თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ წელს ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად სიღარიბის დონე და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ასევე ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, მთავარი პრინციპი და ასე ვთქვათ, კონსტიტუცია, მე ამ სიტყვას გამოვიყენებდი, არ მოვირიდები, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ბატონო მინისტრმა აღნიშნა და მინდა გავემეორო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება სოფლიო წესრიგი. და ხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ ასეთ ვითარებაში ისეთი ქვეყანა, როგორც არის საქართველო, თავისი გამოწვევებით, თავისი ეროვნული ინტერესებით, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შესაბამისად, მეგობრებო, სახეზე არის კონკრეტული შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, მას შემდეგ დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არის რეალობა. მე ასევე მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმეორო ის მიღწევები, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წლიანი მმართველობის შედეგად მივახციეთ. მე რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს მინდა შევეხო და საზოგადოებაზე თქვენ ყველას ერთად შეგახსენოთ თუ რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ჩვენი მმართველი პარტიის მმართველობამ. დავიწყებ იმით, რომ ბუნებრივია ჩვენ, როგორც თქვი აღნიშნეთ დასწრებში, დემოკრატიზაციის გზაზე ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი პროგრესი ქონდა.
და შემთხვევითი არ არის კიდევ ვიმეორებ რომ 180 ქვეყანას შორის დღეს საქართველოს დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ასევე კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მე მინდა ვახსენო ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. ინდექსი ისეთი როგორც არის კორუფციისგან თავისუფლება. საქართველოს მსოფლიოში 33 ადგილზე გავიდა. ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დავიკავა. ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დავიკავა. მსოფლიო ეკონომიკურ რომელიც მსოფლიო ბანკმა გლობალური მართლობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში გამოუქვეყნა, საქართველოს დღეს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველოს მსოფლიოში მე-20, ხოლო ევროპაში მე-11 ადგილზეა. ამავე ანგარიშის თანახმად, მეგობრებო, კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 29, ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა. რეგულაციების ხარისხით მოგესალმებათ, რომ საქართველოს არის ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზე, ხოლო სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზე. ასევე გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის Transparency International-ის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველოს 51 ადგილზეა. ესეც არის ისტორიული გაუმჯობესება, ისტორიული მაქსიმუმი. რაც შეეხება გამჭვირვალობის ინდექსს და კონკრეტული ინდექსი არის უმიანობის ჟამს, ჩვენ წლევანდელი შედეგის მიხედვით, კვლევის მიხედვით, მე-17 ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს. ასევე მინდა შევეხო ფრეიზერ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, სადაც საქართველოს 25 ადგილს იკავებს. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის თანახმად საქართველოს თავისუფალი ქვეყნების სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა. ასევე მინდა ითხრათ, რომ მსოფლიოს მოწინავე შვეიცარიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა ასეთი ორგანიზაცია Global Risk Profile, გლობალური კორუფციის ინდექსი 2023 გამოქვეყნა, სადაც საქართველოს 2 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 53 ადგილზე დასახელდა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მეგობრებო. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. ასევე ბოლოს მინდა შევაჯამო მართლობის ხარისხით საქართველოს გამარჯვება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც. რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და 8 კანდიდატ ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მართლობის ინდიკატორების მიხედვით რეგულირების ხარისხით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხოლო მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8 კანდიდატ ქვეყანას. აი ეს არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად ვახცევთ ამ შედეგებს,
პარლამენტი, მთავრობა, მთელი ხელისუფლება. და რა თქმა უნდა, ამაში ხელისუფლება. და რა თქმა უნდა, ამაში თქვენი როლი, ელჩების როლი არის ძალიან გოსოთ ყველას ეს ისტორიული გამარჯვება. მე ვიცი რომ ამ გადაწყვეტილებამ უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე ძალიან გაახარა და ჩვენ ვართ კიდევ უფრო მეტად მოტივირებული ახლა რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის. მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებით, შეხვედრებიც და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე შეიძლება ითქვას გადავიდა. არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ რა თქმა უნდა, პირველში დავიწყებდი ევროპის მასშტაბით ჩვენ მქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავამტკიცეთ როგორც ორმხრივ ურთიერთობა, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ჩვენი ურთიერთობები. ასევე მქონდა ძალიან წარმატებული მოგეხსენებათ ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალურ აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა მქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ჩინეთთან საავადმყოფო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ჩვენს ევროპელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში ჩვენ გვაქვს სრული ჰარმონიული ურთიერთობა შეიძლება ითქვას თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოს ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ელიას. მე ვიცი რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით. მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. და ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა ძვირფასო მეგობრებო არის ერთის მხრივ რა თქმა უნდა აი ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა, მოგეხსენებათ ჩვენ არაერთი ეფექტურ ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად. ჩვენ ბოლო წლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე დიდი მსხვილი პროექტებს, როგორც არის ანაგლის პორტის, აეროპორტის განვითარება. ძლდება ასევე მუშაობა შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც ძალიან მალე გამოიკვეთება, რამდენიმე თვეში გვექნება ჩვენ საბოლოო კვლევა. ამას გარდა მიმდინარეობს აქტიური აღშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში, მთელს ქვეყანაში. ამიტომ ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი აქტიური მუშაობა და კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ეს კეთილდღეობა, ეს ეკონომიკური წინსვლა, განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე. მე ვიწყებ და მინდა დავამთავრო ჩემი დღევანდელი სიტყვა, იმიტომ რომ მშვიდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საქმე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ კარგად მოგვეხსენება ჩვენი უახლესი ისტორია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა 10 წლიანი მმართველობის ჩვენი ხელისუფლების, როცა არ ყოფილა არავითარი სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომი, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება, უბედურება, ტრაგედიები, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია და ასე შემდეგ. რამაც ძალიან უკან დახია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ პრაქტიკულად გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა გაკეთება და აშენება. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი ეკონომიკურ საბჭოზე, მოგეხსენებათ, ჩვენ ინტენსიურად ყოველკვირა ვიკრიბებით, ვშელობთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტთ და ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემა რაც არის ის რეალურად ჩვენ გვიწევს ხელახლა ძალიან ბევრი რამის გაკეთება. იქნება ეს არ მარტო ეს არ ეხება მხოლოდ გზებს და ინფრასტრუქტურას, არამედ ყველა ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს. ასე რომ ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო გზა გასავლელი
კიდევ მეორე ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის სტაბილურობის შენარჩუნება, იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის შენარჩუნება, რამაც ქვეყანას მოუტანა ეს კონკრეტული ხელშესახების შედეგები და რა თქმა უნდა ის იმ რეფორმების გაგრძელება, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა მოგილოცოთ პატივცემულ ელჩებო, დიპლომატებო, ეს თქვენი გამარჯვება, ეს თქვენი წარმატება და ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მინდა გისურვოთ წარმატებები და ბედნიერი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა. თქვენ საუბრობდით თქვენს გამოსვლაში აქტიურ და დინამიურ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენმა ქვეყანამ აწარმოა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც მთავრობის მეთაური უშუალოდ ის წარმოებაში ეს რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანს მინის ელჩთონების მიერ დიპლომატს უადვილებს ემსახუროს საუკეთესო ინტერესებს ჩვენი ქვეყნის და მინდა უწყების სახელით მადლობა გითხრათ თქვენი უშუალო ჩართულობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მუშაობის პროცესში მთავრობის მეთაური უშუალოდ პირადად და დინამიურად არის ჩართული ამ საქმეში. ასე უწყების სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ ჩვენი სამინისტროს, ჩვენი უწყების მხარდაჭერისთვის, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით იმ რეფორმების გატარებას, რომელიც არ არის მოკლევადიანი, არის გრძელვადიან პერსპექტივაში და თითოეული დიპლომატის სახელით მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის. მინდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა მას უშუალოდ მის აპარატს, რომელთანაც ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია ჰქონდა, თითოეულ პარლამენტის წევრს, მმართველი გუნდის თითოეულ წევრს ამ ძალიან ისტორიული და მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში და ჩართულობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალიან მჭიდრო ახლო კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების სამსახურს. ბატონ შალვა გთხოვთ მიმართოთ დამცველ საზოგადოებას. მადლობა ბატონო მინისტრო ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოწვევისთვის. მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ძვირფასო ელჩებო. მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს პატივი მოგმართოთ ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, მიღწევებისა და გამოწვევების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას ეძღვნებოდა. ასევე მთავრობის მსგავსად პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა. საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მოლოცვასთან ერთად მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის გამტკიცებაში.
ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივახციეთ. მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს. კანდიდატის სტატუსის მოპოვების წელიწადნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები. ქალბატონებო და ბატონებო, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გრძელდება რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზგინტურის მკვლელობა არის ამ ოკუპაციის სახე და შეგვახსენებს იმ სიმართლეებსა და რისკებს, რის წინაშეც ყოველდღიურად დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი. გლობალურ და განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე 2023 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევით ახსავსე გამოდგა. კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში, გამწარდა კონფლიქტი ისრაელსა და ჰამას შორის, კვლავ არასტაბილურია მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში. მშვიდობიან სამხრეთ კავკასიას აქვს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების და სავაჭრო ლანდშაფტის რადიკალურად შეცვლის და შესაძლებლობების ბევრი ახალი ფანჯრის გახსნის რესურსი. ამიტომ მოუთმენლად ველით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და ძალისხმევას არ ვიშურებთ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის. პატივცემულო ელჩებო, სირთულეების მიუხედავად სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად ვინარჩუნოთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერების და ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობებს და არასტაბილურობას, არასწორი აღქმების შექმნის ცდილობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ საქართველოს ელჩებს უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ეგრეთ წოდებული ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად ეს ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი PR კამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებასთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას, როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების ხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ძვირფასო ელჩებო, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენ საპასუხებლო საქმეში, დიდი მეტს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის ბატონი ოლივერ ვალჰეის ვიდეო მიმართვას.
Your Excellencies, dear ladies and gentlemen, I'm pleased to address you during the festive season as we celebrate Christmas and prepare for the New Year. პერიოდში, როდესაც ჩვენ აღნიშნავ შობას და ვემზადებით ახალი წლისთვის, თავდაპირველად ნება მომეცით მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საჩუქარი, ესაა თქვენი ხალხის და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. თუმცა ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენ დახმარებას და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტი, ჩვენ გსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების და მისი საფლანგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1.8 მილიარდი ევროს მობილიზებას სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო grants ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 75,000-ზე მეტ ქართულ, მცირე და საშუალო საწარმოებს, იმისთვის რომ სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცემი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი. ძვირფასო აღმატებულებანო რეფორმის მტკიცე კურსის კურსის გაგრძელებით საქართველო კიდევ უფრო მეტ სარგებელს პარტნიორობამ შეიძლება იქონიოს. თუმცა ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე როგორც არავინ იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას. წამს რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებით სავარაუდოდ არ იკლებს. ამავდროულად საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიში განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებით ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოვებს გისურვებთ ბედნიერ შობას. მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის ბატონი ხერტ იან კოპმანის ვიდეო მიმართვას. Yours Excellencies, Honorable Ambassadors, ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე. ამ სიამოვნებას აორმაგებს ევროპული საბჭოს მიერ გასულ კვირას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტით ძალიან გახარებულნი ვართ. და ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო. გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე. თქვენ ნაემდლად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით დედაქალაქებში, სადაც მსახურობთ, არამედ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში. რაც არა მხოლოდ თქვენი ხელისუფლების, არამედ ხალხის სურვილიცაა. ამ მხრივ ახალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას მოიტანს. კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს თქვენ გექნებათ კავშირი პარტნიორებთან, როგორც ადგილზე, ჩვენს დედაქალაქებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ.
და მომავალში გადასარგმელ ნაბიჯებს სწორედ მათთან ერთად განიხილავთ. მე ვფიქრობ, თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძს მისცემს ქვეყანას შემდგომი წინსვლისთვის. მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო თქვენი შობისთვის, რომელიც ჩვენ შობაზე ცოტა გვიან დადგება. მომთვენლად ველი ბევრ თქვენგანთან შეხვედრას მომდევნო თვეებში. დიდი მადლობას მოგახსენებ და ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავი კონფერენცია გექნება. პატივცემულო სტუმრებო, ელჩების კონფერენციის გახსნითი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ელჩების კონფერენციიდან. ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას საქართველოს მთავრობამ